მეცნიერებებზე რომ ვისაუბროთ, ხო, აი მეცნიერები, თქვა ფიზიკოსები, რასაც იკვლევენ, იქ ღმერთს მაშინ ვერსად ვერ იპოვიან. მაშინ სად არის ამ ადამიანების საქმიანობაში სიკეთე, ხო, ანუ დროის განმავლობაში რაღაცა სადღაც უნდა იყოს და ეს როგორ თან ხდება მაშინ? საქმე იმაშია, რომ როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთს ვერ შეხვდები, ამაში ვიგულისხმეთ პერსონალური შეხვედრა. თორე სამყაროში ღმერთი ყველგან ჩანს, ღმერთის კვალი ყველგან ჩანს. იმდენად კარგად ჩანს, რომ პავლე მოციქული ამბობს, რომ ვინც ამბობს, რომ ღმერთი არ არის, იმას გამართლება არ აქვს, ეს სამყარო ისეა შექმნილი და ფიზიკოსებმა მით უმეტეს ეს კარგად იცით, ისეა შექმნილი, რომ ყველგან ღმერთის კვალია. და რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ღმერთი ჩანს, როცა ადამიანს უყურებ. ადამიანს როცა უყურებ. საოცრებაა ადამიანი. ადამიანი გარეგნულათაც კი ეს არის შვენიერების ზეიმი. ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი ცხოველი რომელია? მაიმუნი. მაიმუნი ყველაზე ის არის, მაგალითად ირემი უფრო ლამაზია, ჩიტი უფრო ლამაზია, ვიდრე მაიმუნი. არა და მაიმუნი ყველაზე ძალიან ადამიანს გავს. იმიტომ რომ ადამიანი არის აბსოლუტური სრულყოფილება, რომელიც დგას ფიზიკურად ვამბობ. სრულყოფილების წვერზე და ისეთი სრულყოფილებაა, რომ ცოტა გადახრა აქეთ-იქით, რომ სიმახინჯეს ვიღებთ. აი გავიხსენოთ ფანტასტი მწერლები, ან ფანტასტი მხატვრები, რომელიც ან ფილმები, როცა ცდილობენ, რომ უცხო ცივილიზაციის რაღაცა თქვათ არსება, გონიერი არსება გამოხატონ. ნებისმიერი მცდელობა გონიერი არსების გამოსახვის, ოღონდ ადამიანი არ იყოს, ყველა გამოდის რაღაცა ადამიანზე ბევრად უარეს ყოველ შემთხვევაში. ანუ ადამიანი ისეთი სრულყოფილებაა, რომ ასეთ სრულყოფილებას ვერანაირად ლოგიკით, გონებით, ვერაფრით ვერ შექმნი. მასზე უკეთეს. იმიტომ რომ ღმერთი ჩვენზე ჭკვიანია და ვაილგოთის კლუგერას. ანუ ეს არის ღმერთის ძიება, როგორც ღმერთის დამოწმება. უშო ამ კუთხით, რომ ხსნის საიდუმლოებას, რომელშიც პოულობ ღმერთს. კი.